ახალი მონაცემების მიხედვით საქართველოში ავტოსაჯზაო შემთხვევების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ფონდ პარტნიორობა საჯზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია ძირითად გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ავტოსაჯზაო შემთხვევების შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა, 1763 კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის 50 ფეხით მოსიარულეა. როგორც ირაკლი იზორიამ განაცხადა, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში და სკოლებთან, სადაც ქვეითები ინტენსიურად გადაადგილდებიან, საჭიროა სიჩქარის ლიმიტების გადახედვა. საქართველოში სტატისტიკა გამოცხადდა, ვიცით, წელს კვარტალური შედეგები. შესაბამისად დაიღუპა 112 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 50 ფეხით მოსიარული, რაც ძალიან კატასტროფული მაჩვენებელია გამომდინარე წინა წლებთან შედარებით. ვიცით, რომ წინა წელს 20%-ით უფრო ნაკლები ფეხით მოსიარული დაიღუპა. აგრეთვე მიზეზები, რომელიც წინა წელს ჰქონდა, ეს მიზეზები აბსოლუტურად შეცვლილია პირველ კვარტალში, თუ მანამდე სიჩქარის გადაჭარბება იყო პრობლემა, ეხლა უკვე ფეხით მოსიარულეთის სიკვდილიანობაა პრობლემა, ასევე პრობლემა არის სიჩქარის გადაჭარბებაში. სადღაც 31-მდე ადამიანი სიჩქარის გადაჭარბებით არის გარდაცვლილი, რაც დიდი მაჩვენებელია და კატასტროფულია. მოგეხსენებათ, საქართველოში სიჩქარის ლიმიტები არის ძალიან მაღალი. ევროპის ქალაქებში არის 50 კმ/სთ ყველაზე მაქსიმალური სიჩქარე ურბანულ დასახლებებში, ხოლო საქართველოში არის 60, მაგრამ ჩვენ გვაქვს ტოლერანტობა კიდევ 15 კმ/სთ და დაახლოებით 75 კმ/სთ გამოგვდის. აქედან გამომდინარე, სიკვდილიანობა ამიტომაც არის მაღალი და მნიშვნელოვანი არის კანონში გატარდეს ცვლილებები ამ მიმართულებით და სიჩქარე დაიწიოს ურბანულში 60-დან 50 კმ/სთ-მდე და ასევე ტოლერანტობის მაჩვენებელი 15 კმ/სთ-ით შემცირდეს. ასევე მნიშვნელოვანია აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესება. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბების მძღოლები ჯარიმებს იღებენ ვიდეო ჯარიმების სახით, აქედან გამომდინარე მათ ქულები არ აკლდებათ და აუცილებელია გადაიხედოს საკანონმდებლო მიმართულებები და ქულათა სისტემას მიება სიჩქარის გადაჭარბებები, ანუ ვიდეო ჯარიმის სახით. არიან ადამიანები, ვინც ათასობით ლარს იხდიან სიჩქარის გადაჭარბებაში, მაგრამ მაინც ჩქარა მოძრაობენ, ამიტომ ამ ადამიანებს უნდა ჩამოერთვათ ქულები და შესაბამისად ამ ქულების ამოწურვის შემდგომ უკვე მართვის მოწყობას უნდა შეუჩერდეთ უფლება. აქედან გამომდინარე, დიდი გამოწვევა არის სკოლებთანაც. ჩვენი კანონმდებლობით 40 კმ/სთ აყენებენ ძირითადად სკოლებთან, თუმცა გარკვეული ბოლო პერიოდში მოხდა ერთგვარი პროექტების განხორციელება საპილოტე, სადაც 30 კმ/სთ-მდე დავწიეთ ძალიან ბევრ სკოლასთან. თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან მხოლოდ თბილისი, ბათუმი და სხვა ქალაქები, დიდი ქალაქები არ არიან მარტო, ხო? ყველა რეგიონში გვჭირდება უსაფრთხო სასკოლო ზონები და მნიშვნელოვანი არის ამ კუთხიდან გატარდეს ცვლილებები და პირდაპირ კანონში ჩავწერეთ, რომ სასკოლო ზონაში არ უნდა იყოს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე. ირაკლი იზორიამ ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და არსებული საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ვფიქრობ, რომ პრობლემა, რომელიც ფეხით მოსიარულეებს უკავშირდება, ეს უნდა გადაიხედოს კიდევ ერთხელ საკანონმდებლო მიმართულებით. შესაძლებელია, რომ საკანონმდებლო რეგულაციები შესწორება მოხდეს, ვინაიდან ქვეით მოსიარულთა დარღვევების ჯარიმები აღსრულება მოსუსტებული არის, როგორც საჯარიმო სანქცია არის პატარა, ასევე აღსრულების მექანიზმები მოიკოჭლებს, ანუ არ ხდება ფეხით მოსიარულეთა დაჯარიმება. შესაბამისად, მეორე მხარესაც თუ ავიღებთ, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის შექმნა, მეტი გადასასვლელები, მეტი შუქნიშნები, მეტი ზებრები. თუმცა არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ საქართველოში ძალიან ბევრ რეგიონში გვაქვს პრობლემა ამ მიმართულებით და აქაც უნდა დაიწყოს მსგავსი ჩარევები ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეტი პასუხისმგებლობის გაზიარებაა საჭირო როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე მოქალაქეების მხრიდან და თანაზიარი პასუხისმგებლობით შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას.